ქალბატონი ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება არ დაივიწყოთ რასაც ბრძანებდით თითოეული თქვენი სიტყვა ნამდვილად სიბრძნე არის და ნამდვილად დასამახსოვრებელი არის ამიტომ მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად ხელი არ შეგიშალოთ მე მინდა უბრალოდ ისტორიულ კონტექსტში გკითხოთ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს და პირველი ეროვნული ხელისუფლება იყო სათავეში მაშინ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ისრაელს და ამ ჩვენ 26 საუკუნოვან ძმებს ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მთავრობის მიმართ. როგორ გამოავლინეს მათი მეგობრობა თუ არის რაიმე საინტერესო სასწაული? ბატონო ერმილე, ძალიან დიდი მადლობა მაგ შეკითხვისთვის. ესე იგი, ჩვენ უბრუნდებით ეროვნულ მოძრაობას და როგორ მივიღეთ ეროვნული მოძრაობიდან სინამდვილეში რა შედეგი მივიღეთ ჩვენ მივიღეთ სოფლიოს ახალი წესრიგი ბატონო ერმილე უნდა გითხრათ რომ თქვენ უკვე იცით ჩემგან რომ ზვიადი და მერაბი ჩემი უახლოესი მეგობრები იყვნენ უახლოესი და ჩვენი მეგობრობა იყო იმდენად ინტელექტუალური რომ ფაქტიურად ჩვენი დისკუსიები მიმდინარეობდა იმ ეროვნული მოძრაობის ხო და არაზე. მე არას ვეკუთვნოდი. აი იმ ჩემ მეგობრებს ეროვნულ მოძრაობაში არ დაუდექი მეგვერდზე. და რატომ? რომ დღევანდელი მსოფლიო რეალობა მე არ მაძლევს იმის საშუალებას რომ ჯეროდეს რომ დღეს მსოფლიო ზრუნავს ჩემი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის. ეს და ჩვენ ჩხუბობდით ძალიან ბევრს მე და ზვიადი. და იმდენად როგორ გითხრათ გამწვავებული იყო ეს ყველაფერი ჩვენ პირად ურთიერთობებში გადადიოდა. და მერაბი და ზვიადი ლეგენდარული მეგობრები იყვნენ. ლეგენდარული აბსოლუტურად. და მერაბსაც ძალიან უყვარდი უნდა გითხრა და ზვიადსაც და როცა პოზიციების განაწილება იყო რომ მერაბს რო ვეკამათებოდი და მერაბი იყო ზღაპრული ერთგული ზღაპრული ზვირაბის და მე უთხარი აი შენ ან ჩემ პოზიციაზე უნდა იყო ან იმის პოზიციაზე მერაბმა აირჩია და მე დავეთანხმე კი ბატონო იყავი არ შეიძლება ზვიადის მიტოვება და წარმოიდგინეთ როდესაც ზვიადი ძალიან უკვე ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა რომ რაღაც იხსნებოდა მათ თვალწინ ისეთი რეალობა რომ რაღაცა იწევდა ეჭვს და სინანულს მერაბი მოვარდა ჩემთან სახში. მერაბმა იცოდა რომ არ ხდებოდნენ უკვე. და კედელს ურტყავდა მუშტებს და ლამის ტიროდა თურმე. აი ეს დეტალი არავინ არ იცის. ეს ჩემ სახში მოხდა. და აქ იყო მე მყავდა შემოხიზნული ერთი უსახლკარო ქალი რომელიც ეკლესიური იყო და აიცოდა სადაც ხოვრა და მთხოვა მე რომ გაეთენებინა ჩემთან მე ლეკვი მყავდა ერთი პატრიარქის ნაჩუქარი იმას ჩემი შვილს აჩუქა და ვერ უვლიდი და მე უთხარი რა თუ მოული მეთქი ჩემთან იყავი მეთქი რა და მერაბის იმ ბოლო სტუმრობამდე ის ქალი იყო ჩემთან და უნდა გითხრათ რომ მერაბი იყო ძალიან ძიმე მდგომარეობაში და რაღაც დამარცხება იყო მასში ისეთი რომელსაც ჯერ მე მეძებდა იმისთვის რომ ჩემთვის უნდა ეთქვა და მე გაწასული ვიყავი 2 დღით ვიყავი იმაში როსტოვში ერთ-ერთი პროფესორის ხსოვნის პრეზიდიუმში და უნდა ვყოფილიყავი ხო და რო გავიგე რომ მერაბი მოვარდა ჩემთან
თან ტელეფონით ვიყავით შეთანხმებული, რომ უნდა შევხვედროდი იმაში, აეროდრომში. იბერის ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანება მიმდინარეობდა. და ესეთ რთულ სიტუაციაში ეს ქალბატონი ხვდება მერაბს და მეუბნება. დენიზაო, შენ მერაბს ახლდაო დაცვაო. ეს დაცვა არ იყო ნამდვილი დაცვაო. ამ ქალს ეჭვი ეპარებოდა, ვინ იყვნენ ესენი, გაიგე? და მითხრა, შენ ცოცხალს ვეღარ ნახავ მერაბსო. იმიტომ რომ ეს ქალი რას გულისხმობდა, იცი? მერაბს აღარ მისცემენ იმის უფლებასო, რომ თქვენ ერთი ძალა შექმნათო. 3 დღე არ გასულა, მეუთხარი და ტიროდა ის ქალი. ტიროდა. ესეთი პიროვნებაო, ეს ზღაპარიო, ეს კაცი კი არა, ეს ზღაპარიაო. და მითხრა და მიმეორებდა, მერაბს ვეღარ ნახავო. 3-4 დღე გავიდა და მირეკავს რუსიკო, მერაბის ყოფილი მეუღლე. და მეუბნება, მერაბი გარდაიცვალა. ეს თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა დარტყმა იყო ჩემთვის, რა უბედურება იყო. მე რო გავარდი დედამისთან და რამდენიმე დღე აღარ გამოვსულ ვარ იქიდან, იქიდან გადავასვენეთ მერაბი სიულში. მაგრამ ამას ყველაფერს რატო გეუბნები? მათ იგრძნეს ძალიან გვიან იგრძნეს, რომ და რაღაცა ხაფანგში იყვნენ მოქცეულები. ხაფანგში გააბეს და მე გეტყვით ახლა თქვენ შეკითხვას აუცილებლად გამოადგება. აი ის ანთროპოსოფია, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრს დაობდით, რომ ჩვენ არ გვჭირდება, ჩემი პოზიცია იყო გელათის აკადემია და ის ქრისტიანობა, რომელიც დავით აღმაშენებელმა მოიტანა. წარმოიდგინეთ თქვენ, ეს ორი ვაჟკაცი ლეგენდარული პიროვნებები, რომლებიც დაიარებოდნენ საქართველოში, რუსთაველის ეპოქა გეგონებოდა. ისეთი რეალობა ჰქონდათ. და წარმოიდგინეთ თქვენ, ესენი აღმოჩნდნენ მოტყუებულები იმ სოფლიო პოლიტიკისგან, რომელსაც მე ვერ ვიტან. იმიტომ რომ ის არის ავაზაკური, ის არის ავანტიურისტული პოლიტიკა. ის არ არის ადამიანების პოლიტიკა. და ასეთი წმინდანები, რომლებიც ეროვნულ მოძრაობას და საქართველოს მიუძღოდნენ დამოუკიდებლობისაკენ, გაიმეტეს სასიკვდილოდ. ჯერ მერაბი მოკლეს და მერე ზვიადი მოკლეს. როგორ შემიძლია ის პოლიტიკა მივიღო? ანუ მათი ეს არის სოფლიო დანაშაული. მათი პასუხი დინების აღმაცურვა, რომელიც დანაშაულად იქნა ჩათვლილი ეროვნული ცნობიერების და ეროვნული სახელმწიფოს შექმნა და ამ უფლების მიცემა ქართველი ერისთვის, რომ ბატონო ერმილე, სოფლიო რომ მოაზროვნე იყოს დღეს და სოფლიოს ახალ წესრიგს პატრონი ყავდეს, პატრონში გულისხმობ მოაზროვნეს და მორალურ ადამიანს. მაშინ პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ როგორც კი საბჭოთა კავშირი დაშალეს და გამოაცხადეს, რომ ეს იყო სიონისტური პერესტროიკა საბჭოთა კავშირის, მთელ საბჭოთა კავშირის ხალხებს მიაყენეს შეურაცხყოფა და ამ საბჭოთა კავშირის ხალხებს არ აყოფნის ის აზროვნება და ანალიტიკური უნარი, რომ არ აპატიოს ამ სოფლიოს წესრიგზე ეს შეურაცხყოფა. შენ მე როგორ შემოიტანეს ჰელსინკის დეკლარაცია, სადაც ჰელსინკის დეკლარაციით მე პატიჟობდნენ სახელმწიფოს დამოუკიდებლობისაკენ იმისათვის, რომ ჩემი ეროვნულ სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობა განმევითარებინა. ეროვნულ სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობა, ეროვნული თვითმყოფადობა და მომაჩეცეს სიონის სამოქალაქო საზოგადოება.
ხულიგანი არის ის სოროსი ის მოაზროვნე კი არა ხულიგანია ავანტიურისტული პოზიცია ავანტიურისტული ის თეორია რომელიც თეორია კი არ არის ეგ არის დამპყრობლის ავაზაკი დამპყრობლის მიერ შეთითხნილი რაღაცა პოზიცია რომ შენ უნდა იყო სოფლიოს ყველა ხალხების რაღაცა აჯამსამდალი ეს როგორ შეიძლება ვათაშორის ქალბატონო დენის და მე ზვიადის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლიდან ვიცი რომ როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა ჩვენო ახალგაზრდები ვიყავითო და ზვიათთანო მივედითო გახარებულიო და აჰო ხო ბოროტების იმპერიაო ხო დამარცხდაო და არ ქონდა სახეზე სიფარულის განცდა საერთოდო და ასე გვიპასუხაო კი მართალია დამარცხდა ბოროტების იმპერია მაგრამ უარესი მოდისო